Ipikre თუ არა ოდესმე იმაზე, რომ შენ როდესაც ხარ მარტო და როდესაც იმყოფები საზოგადოების გარემოცვაში, ეს ორი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ადამიანები არიან. ოსამო დაძაე თავის წიგნში აღარ ვივარგებ ადამიანად, სწორედ ამ საკითხებს უღრმავდება. მთავარი გმირი ჩანაწერების სახით გვთავაზობს თავის ცხოვრების განვლილ ეტაპს ღრმა ბავშვობიდან ზრდასრულ ასაკამდე. და ის გვიყვება იმაზე თუ როგორ ვერ იპოვა მან ადგილი ადამიანებს შორის, როგორ არის მიუღებელი ის მორალურ-ეთიკური ჩარჩოები და წესები, რომელსაც საზოგადოება ადამიანებს უწესებს. მისთვის სრულიად გაუგებარია ის ემოციები და ის გრძნობები, რომლითაც ადამიანები მის ირგვლივ რაღაცნაირად თანაცხოვრობენ ერთმანეთთან და ის ხდება გარიყული და ეზრდება მარტოსულობის განცდა და სწორედ ეს სულიერი ტკივილი და სიცარიელე რო შეივსოს ის იწყებს ტაკი მასხარას როლის თამაშს და ის ირგებს ნიღაბს, რათა ადაპტირდეს დანარჩენ საზოგადოებასთან ამით და შეივსოს ის სულიერი ტკივილი და ის ობსკრული, ამოავსოს ის ობსკრული, რომელიც მასსა, ერთის მხრივ მასსა და საზოგადოებას შორის არის გაჩენილი. თუმცა, რაც რო გადის თავარი გმირი ხვდება, რომ ეს არის სრულიად ილუზორული მცდელობა და პირიქით გაცილებით მეტად ღრმავდება აი ეს სულიერი ტკივილი და შინაგანი სიცარიელე. და აქ იწყება მისი დაახლოება ალკოჰოლთან, ნარკოტიკთან, ის შედის არაჯანსაღ-სასიყვარულო ურთიერთობებში ქალებთან და აქვს სუიციდის წარუმატებელი მცდელობაც კი. რის შემდეგაც მას ნათლავენ გიჟად, შეშლილად და ათავსებენ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, სადაც ის თავის ჩანაწერებში აღნიშნავს, რომ აქედან გამოსვლის შემდეგაც მე აღარ ვივარგებ ადამიანად, უფრო მეტიც მე უკვე აღარ ვარ ადამიანიო, ამბობს თავარი გმირი. ეს არის ტექსტი იმაზე ერთგვარი გაფრთხილება საზოგადოებისა, იმაზე თუ რა შეიძლება ადამიანს დამართოს საზოგადოებისგან გაუცხოება და იმ სულიერი ტკივილების გამოუთქმელობა, რომელიც შეიძლება ადამიანს აწუხებდეს. ალბათ ყველა ნამდვილი ლიტერატურის დანიშნულება, მთავარი დანიშნულება და ღირებულება არის ის, რომ ადამიანებს შეახსენოს მთავარი, რაც მას განასხვავებს სხვა არსებებისგან. ეს არის თანაგრძნობის და სოლიდარობის განცდა და აღძრას ადამიანში, გამოაღვიძოს ადამიანში ადამიანი. ტექსტის მთავარი დანიშნულება არის ის, რომ ჩვენ მიგვაქცევინოს ყურადღება იმ ადამიანების მიმართ, რომელიც შეიძლება ჩვენთან რაღაც როლს ირგებდეს იმის გამო, რომ გადარჩეს და რაღაცნაირად მოახერხოს ადაპტირება ამ გარემოში და ის ირგებდეს ერთგვარი მასხარას როლსაც, მაგრამ ამის მიღმა თავისუფლად შესაძლებელია იმალებოდეს ღრმა სულიერი ტკივილი და ტანჯვა. შესაბამისად, თუ ეს იქნება უგულებელყოფილი და იგნორირებული საზოგადოების მხრიდან, მწერალი გვაფრთხილებს, რომ შესაძლებელია გახდეს ინდივიდის სრული დემორალიზაციისა და პიროვნული ჩამოშლის საფუძველიც კი. ამიტომ საზოგადოების დანიშნულება, რაც დღევანდელ საზოგადოებაში ალბათ მეტად გაიშვიათებულიც კი არის, დანიშნულებაა, რომ თანაგრძნობისა და სოლიდარობის გრძნობა და ეს ემპათიის უნარი გაცილებით მეტად განავითაროს საკუთარ თავში და ეს ტექსტი, მიუხედავად იმისა, რომ საშინელი ტექსტია და ძალიან მძიმე საკითხავია, ამას ნამდვილად ემსახურება, რომ შეიძლება ადამიანში ზუსტად ეს უნარები ნამდვილად განავითაროს და კიდევ ერთხელ შეგვახსენოს ის, რომ ადამიანები ნამდვილად განსხვავდებით ცხოველებისგან იმით, რომ ერთმანეთის გაგება, ერთმანეთის სოლიდარობის გამოხატვა და თანაგრძნობა ნამდვილად შეგვიძლია. მოკლედ, თუ გსურთ, რომ გაიგოთ რა ემართება ადამიანს, მარტოსულ ადამიანს, მაშინ, როდესაც სრულად გაუცხოებულად გრძნობს საზოგადოებაში თავს, ეს წიგნი ნამდვილად გამოგადგება და შეიძლება, რომ თქვენ საოცრებად საკითხავდა სიაში ნამდვილად შეიტანოთ.